დიდი მადლობა რომ მომეცდენ საშუალება კიდევ ერთხელ შევახსენო ჩვენს მეგობრებს თუ რა ხდება ხვალ. აი თქვენ ისე კარგად მოყევით ახლა საბჭოთა კავშირის და საბჭოთა კავშირი აღარ არსებობს, იმიტომ რომ სისტემა დალპა. უბრალოდ დალპა, უკვე აღარ შეიძლება იმის არსებობა. და ეს იყო მაინც საბჭოთა კავშირი რაღაც ძლიერი რაღაც ორგანიზმი, რომელიც სისხლზე და რაღაცაზე იყო შექმნილი, ყველას გვახსოვს. მაგრამ ოცნებაც უკვე აი რამდენი ხანია 12 წელია, 13 წელია უკვე ესენიც უკვე კარგად აღდგა და ზუსტად იგივე ბოლო ელოდება თამათ. სულ და უკვე ბოლოში ვართ გასულები. ეხლა რა შეეხება ხვალინდელ დღეს არის ორი ბატონება, ვინც გვიყურებ ტელევიზიით, მე ვიცი რომ ძალიან ბევრს უნდა მოსვლა და იქნება უამრავი ადამიანი, მაგრამ არის ორი მნიშვნელოვანი მომენტი. ერთი არის დილის 4 საათი, როდესაც როდიონოვსკი არის შემოჭრა და დაჩეხეს ჩვენი თამამვლენი. მეორე არის 12 საათი და 30 წუთი დღე. ეს არის ის დრო, როდესაც ვიამ გასაუბრდიამ გამოაცხადა საქართველოს დამოუკიდებლობა. ჩვენ გვაქვს 2-9 აპრილი. ორივე საქართველოს ისტორიაში არის უმნიშვნელოვანესი. პირველი მეორე განსაზღვრელი იყო და მეორე დამაგვირგვინებელი იბრძოლის, დიახ. რომელსაც რატი ამაღლობელმა დაარქვა ძალიან კაფიო და კარგი სიტყვები. ერთი არის ჯვარცმა, მეორე არის აღდგომა. ესე რომ მართლა ესე იყო ზუსტად. ესე იგი რა ხდება ღამე? საღამო საათზე 11-ზე ვიკრიბებით ყველანი, ვისაც გვაქვს იმის სურვილი რომ დილის 4 საათზე შევხვდეთ. ესე იგი ამ მოვლენას. მოვლენა რა მოხდება? ჩვენთან არის საპატრიარქო, დიდი მადლობა ჩვენ უწმინდეს და უნეტარეს, რომელიც ჩვენთან ერთ არის. მან გასცა ეგეთი, მან უпростоრად მისცა ნებართვა იმაზე, მისი კურთხევით დილის 4 საათზე ზარები შემოკრავენ. ამით გავიხსენებთ ჩვენს მეგობრებს, გარდაცვლილ თანამებრძოლებს. ზარები შემოკრავენ და აღევლინება პანაშვიდი, რომელსაც სასულიერო პირი ჩაატარებს. ამავე დროს ჩვენ გვექნება სანთლები ყველა, სანთლებს იქ მოგაწვდით ყველას ბატონებო, რომ ჩვენ ლოცვით მოიხსენებთ მათ სულებს. გარდა მაგისა იქნება საგალობლები. საგალობლები მე მინდა ვთხოვო იმ ადამიანებს, ვინც გალობა გეხერხებათ, რომ მობრძანდეთ აუცილებლად ან ღამე 4 საათზე ან დღის 12 საათზე რომ ჩვენ შევავსოთ ერთმანეთი. და რაც თავარია გიორგი, იყო ძალიან დიდი სურვილი რომ დაგვედო ფიცი. და ფიცი დაგვედო ჩვენ ეროვნული ფიცი, რომ ჩვენ არ უღალატებთ. ამ ფიცის მოკლეშინ არის მე გეტყვით ძალიან მოკლედ ახლა ვცლათ ეს ხვალ იქნება გამოქვეყნებული სპეციალურად არ ვიძახით იმას. ეს არის ის რომ ჩვენ არ უღალატებთ ჩვენს ქვეყანას, ჩვენ არ უღალატებთ იმ გარდაცვლილების სულებს, ჩვენ არ უღალატებთ სინდისის პატიმრებს, რომლის დედებს თქვენ ახლა ყავდათ სტუდიაში და ამგენს და საერთოდ საქართველოს მომავალს. და ჩვენ ამას როცა ვიტყვით, ეს იქნება ღია ეთერში. დიდი მადლობა თქვენ ტელევიზიას. ფორმულა დილის 4-ის ნახევრიდან 1 საათიან პირდაპირ ჩართვას გააკეთებს. ისე რომ ვისაც თქვენ საღამოს არ შეგეძლებათ მოსვლა, ბატონებო, თქვენ მოდი დილის 7-8 საათიდან და შეავსეთ იქაურობა და თქვენ ფიც ვისაც შეგიძლიათ უყურეთ ტელევიზორში და იყავით ჩვენთან ერთად, თუ არა და გექნებათ 12 საათსა და 30 წუთზე. 12 საათი 30 წუთი რატო ვიცით, ზუსტად ის დროა, როდესაც ვია გამსახურდიან ჩვენო პირველმა პრეზიდენტმა გამოაცხადა გაუმარჯოს საქართველოს დამოუკიდებლობა. ბატონო, რა თქმა უნდა, ამ დღეს აქვს ძალიან დიდი სიმბოლური მნიშვნელობა, მაგრამ ამავე დროს აქვს მიმდინარე და არსებული პოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინებით პოლიტიკური მნიშვნელობა. მით უმეტეს ინიციატორები, ვინც ხართ ძირითადად, თქვენ იყავით ინიციატორები, მაგრამ თქვენს გარშემო პარტიებზე უფრო ადრე, სწორედ ეს ადამიანები გამოეხმაურენ ამ ინიციატივას და ისინი არიან ავანგარდში, ასე ვთქვათ. არსებობს კონკრეტული მოლოდინები და განაცხადებიც. ამ სტუდიიდანაც არაერთხელ ითქვა, რომ ერთ-ერთ მიზანს წარმოადგენს რუსულ ხელისუფლებას არ მისცენ რუსების მიერ დახოცილი ქართველებისათვის ფარისევლურად პატივისმიგების საშუალება. ეს ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ წინასწარ არის უკვე განაცხადი, რომ ან ერთი უნდა მოხდეს, ან მათ უნდა მოახერხონ, ასე ვთქვათ, რაღაც ძალადობრივი ფორმების გამოხატვით ამ ამოცანის შესრულება, ან უბრალოდ არ მოვიდნენ.
აი თქვენ როგორი მოლოდინები გაქვთ და თან როგორ აპირებთ რომ ასე ვთქვათ არ დაუშვათ ის რაც ეხლა მე ვლაპარაკობთ. რა არცით 9 აპრილი არ არის ის თარიღი რომ მე ვთქვათ დავაარსეთ თქვენ რომ მოდით შევხვდეთ 9 აპრილი არის ეროვნული დღესასწაული, ეროვნული გლოვის დღე და ეროვნული დღესასწაული. მე ასე ვაცხადებთ, ასე ვფიქრობ რომ ვინც თulis თავის თავს ღირსად რომ უნდა მივიდეს და 9 აპრილს ყვავილი დადოს ჩვენი გმირების მემორიალთან უნდა მივიდეს. ვისაც ეჭვებარება რომ ის ღირსია, მაგრამ უნდა რომ ფარისულად გამოჩნდეს რომ ცადოს ერთად მოვიდეს. არ ვიცი მე როგორ შეიძლება ვინმეს აუგზავნო მოსვლა. მე ამას შემთავს ვერ მიცემ ამის უფლებას რომ ვინმეს არ მოდი. მოდით ვიდეოს ანუ პირდაპირ ჩართვა მინდა მივცე ერთ-ერთ Facebook მომხმარებელს აქვს პირდაპირ ასე ვთქვათ საშუალებით თუ არ ვშტები იდა ბახტურიძეს რუსთაველის გამზირზე პატრულის თანამშრომლები ცდილობენ რუსთაველის გამზირის გათავისუფლებას. ეს კადრები არის ზუსტად საკმაოდ დიდი რაოდენობით არიან იქ ახლა მობილიზებულები. რამდენითაც მე ხვდები მათ აიძულეს რუსთაველის გამზირზე უკვე მყოფ აქციის მონაწილეებს რომ დაეტოვებინათ რუსთაველის გამზირი და ისინი ტროტუარებზე არიან განლაგებულები. ჯერ ზუსტი ინფორმაცია არ მაქვს, მაგრამ რამდენითაც შეგვატყობინებს რამდენიმე ადამიანის დაკავებასაც ჰქონდა ადგილი. ეხლა ჩვენ კადრში რასაც ვხედავთ, ეს არის პარლამენტის წინა ტერიტორია რუსთაველი, სადაც საპატრულო ეკიპაჟები საკმაოდ დიდი რაოდენობით არიან წარმოდგენილები, როგორც ცოცხალი ძალით, ასევე ავტომანქანებით, სპეციალური ავტომანქანებითაც. და ნუ ხედავთ რომ როგორ ჩანს იქ სანამ შემოიყვანდით ამ ეთერს მართლაც ჰქონდა ადგილი მცდელობას რომელიც ამ ეტაპზე გახორციელდა რომ რუსთაველის გამზირი გაახსნევინეს. როგორც წესი მთელი ამ ბოლო დღეების განმავლობაში პატრული არ მიმართავდა ასეთ ხერხებს. ჩვენ გვექნება შესაძლებლობა სხვა გამოსახულებაც ვნახოთ ასევე პირდაპირში ახლა ხდება ეს სიტუაცია ახლა არის. ჩვენ ხედავთ კადრში რომ აქციის მონაწილეები არ დაშლილან ისინი კვლავ არიან იქ შეკრებილები, თუმცა რუსთაველის გამზირზე აღარ იმყოფებიან. კარგით, შეგვიძლიათ გამოსახულება დავტოვოთ თუ შეიცვლება ვითარება ამის თაობაზე მაყურებელს შევატყობინებთ, მაგრამ ხომ არ გეჩვენებათ რომ რაღაცა განსაკუთრებული სამზადისი არის თუნდაც ხვალინდელი აქციის პერსპექტივიდან გამომდინარე, იმიტომ როგორც წესი 12 საათამდე ასე ვთქვათ რუსთაველის გამზირის გახსნის მცდელობები არ იყო ხოლმე ამ დროს აქციის მონაწილეები ისე ეძიშლებოდა. არის ცანძნელი ახლა იმ ჩანაფიქს მიხვდე რა მოდის იმ მაპატიე და ავადმყოფურ გონებაში, რაცაც ხანდახან ნახულობთ ხოლმე და რასაც ლაპარაკობენ. მე არ მგონი ახლა რომ დღეს გარისქონ მათ რამე თუ რამის გაკეთება უნდათ, ალბათ მაინც 9 აპრილს თუ შემოენახავენ, როდესაც ძალადობა 9 აპრილის ძანძნელი იქნება მათთვის კიდევ, იმიტომ რომ ძალიან დაემსგავსებიან როდიონოვის ჯარს ეგენი. ხო, გამორიცხავთ იმას, რომ დაუშვათ იმ ადამიანებს, რომელსაც დაანონსეთ, რომლებიც აპირებთ რაღაც ორგანიზებული აქცია გამართოთ, რომელიც წინააღმდეგობის გარკვეულ ელემენტებს შეიცავს, ხო? რომ თქვენ არ მოგცეთ უბრალოდ შესაძლებლობა იმ მშობლებს და ასე შემდეგ, რომ აი 9 აპრილის მემორიალთან თუნდაც ადგილი დაიკავოთ, უხეშად რო ვთქვა. არა, ეგ გამორიცხულია. იქ იმდენი ხალხი მოვა, ისეთი რამე იქნება, ის გამორიცხულია. 9 მემორიალს პირველ რიგში ჩემის აზრით უნდა მივცეთ საშუალება რომ მშობლები დადგნენ, ესენი არიან ყველაზე დღეს გამწარებული ადამიანები, რომ მათი გმირიშვილები ტყუილა უბრალოდ ზიან ციხეში, აბსოლუტურად ტყუილა უბრალოდ და 5 წელიწად ციხე ემუქრებათ ვისგან? ვინ ასამართლებს ვის? ეს საშინელება ხდება საქართველოში. ეს აბსოლუტურად განუკითხაობა რაც დღეს ხდება საქართველოს, მაგით ვიძახი რომ ეს სისტემა დაალყა ბატონებო. ესენი უკვე ერთმანეთს დაჭამენ ცოტა ხანში შიგდით. უკვე მაგის ნიშნები არის. თქვენ ხედავთ რომ არის უკვე მაგის ნიშნები. ეს სიტყვა დაალყა ცოტა ძნელისა თქვენია, მაგრამ მართლა დაალყენ ესენი. უკვე აღარაფერი აღარ.
ეს ერთმანეთში არიან აწყობილები, უკვე აჭარაში უკვე პოლიციური რეჟიმი უნდა რომ ჩამოაყალიბონ. აქეთ სხვა რაღაცეები, არა, ეგეთი რამე. ესენი ვეღარ წავლენ წინ და ამიტომაც 9 აპრილი არის ხალხის საერთო დღესასწაული, საერთო სატირალი, მოდით ასე ვთქვათ. საერთო საზეიმო დღე, სადღესასწაულო დღე და მოკიდებლობის გამოცხადების დღე, რაც თქვენ განსაკუთრებით აღნიშნეს კიდეც. თუმცა მაინც მინდა შემოვიტანო ერთი ელემენტი, თავად ამ აქციის იდეის გაჩენისა და სამზადისის და შემდგომი პერსპექტივის გათვალისწინებითაც. ეს იდეა დაიბადა ჯერ კიდევ 31 მარტს. როდესაც დამთავრდა ერთი აქცია და თქვენ მიმართეთ ხალხს და საზოგადოებას. შემდეგ იყო გამოხმაურება, რამაც თქვენ ასე ვთქვათ დაგიდასტურათ თქვენი ინიციატივის საჭიროება. აი როგორ განვითარდა ეს პროცესი და პოლიტიკური პარტიების მონაწილეობის მათ როლზე შეიცვალა თუ არა რაღაც გარკვეული როლებიც ესე დავარქვათ, ვიცით რომ დღეს კიდევ იყო ერთი შეკრება საზოგადოებრივი ჯგუფების, რომლებმაც დაანონსეს და გამოაცხადეს საღამოს, რომ არა მარტო ხვალინდელ აქციას უერთდებიან, არამედ რაღაცა ტიპის გაერთიანებას უყრიან საფუძველს. არა პარტიულს ხოლმე, არამედ აი ბევრი სხვადასხვა ჯგუფის და მათ შორის პარტიებისაც. ცოტა ოდნავ პერსპექტივაში როგორ ხედავთ თქვენ ამ პროცესს, აი ამ გაზაფხულის მიმდინარეობისას? ჩემი გადმოსახედი თქვენ ხო იცით რომ სპონტანურად მოხდა ჩემი ასვლა სცენაზე იქ. იქ იყო უკმაყოფილების ელემენტები მოლადინებთან ძალიან რომ ხალხი იშლებოდა ისე რომ უკვე ვეღარ არ იცოდნენ რატო დაუძახეს მათ. ხალხი ვერ ხვდებოდა რისთვის მოვიდნენ რუსთაველზე. არ დაიყო 100,000 ადამიანი, ძალიან ბევრი ხალხი იყო. და იქ ვიდექიდა რომ დავინახე რომ აი ეს უკმაყოფილება არის, მე ვთქვი რომ უნდა ავიდე სცენაზე და რაღაც უნდა უთხრა, მეთქი ნადიმ ხვალაძე უკვე სცენაზე იყო მაგ დროს, მეც ავედი და მიკროფონები მართალია გამორთული იყო, მაგრამ მაინც მოვახერხეთ რომ გვეთქვა რომ 8-ში შევიკრიბოთ და აქ ჩავატაროთ ძალიან დიდი აქცია. მე გამოითქვა აზრი რომ ეს 24 საათიანი უნდა იყოს. შემდეგ მშობლებმა დაანონსეს იგივე, შემდეგ სხვა იმგენმა და რა არის ცით მშობლებმა დაანონსეს რაღაც პოლიტიკური პარტიასავით. მე ასე გავიგე ყოველ შემთხვევაში. მოძრაობის. დიახ, მოძრაობა. გარკვეული მოძრაობა. მე ასე გავიგე. რა თქმა უნდა, ეხლა მათ რაც უნდა გააკეთონ, ჩვენ ყველანაირად გვერდში უნდა დავუდგეთ. და დიდი უკმაყოფილება იყო იმისთვის, გიორგი, რომ როდესაც ამდენ ადამიანს უძახი, მე აი მყავს ჩვენ პრეზიდენტი, რომელიც არის ლეგიტიმური, ერთადერთი პრეზიდენტი ჩვენი, ვინცაც ლეგიტიმაციას ვადლებთ ჩვენ, სხვა შორის რუსთაველზე მყოფი ხალხი ამ აქციებით. და საზოგადოებაც ეს ძალიან კმაყოფილი ვართ მისი საზოგადოების უეჟებით, საზოგადოების შეხვედრებით, თანაც ახლა ძალიან დიდ საქმეს აკეთებს იქ და მერთმა ხელი მოუმართოს, ჩვენ ყოველთვის მის გვერდში ვიქნებით, მაგრამ როდესაც ის აანონსებს თბილისში აქციას და სათქმელი არაფერი არ აქვს და მოდით, მაგრამ მე მომისმინეთ და ამ დროს არაფერს არ გეუბნება. აი ეს ძალიან გულსდასაწყვეტი იყო ყველასთვის. მაშინ დაიბადა, გულსდასაწყვეტი იყო, ხალხი მიდიოდა უიმედოდ. ჩვენ ვართ მოატრიალეთ ეს ხალხი და უთხარი რომ აი მოდი 8-ში ერთი პირა და პოლიტიკოსები ვერა და ვერ შეიკრიბნენ. თუმცა აი ბატონ ბატა არსებობდა გარკვეული მოლოდინები, შეიძლება ზოგიერთის მოლოდინი არ გაამართლა, შეიძლება პრობლემა იმაშიც იყო რომ წინასწარ არ იყო სწორი კომუნიკაცია, რომ თუნდაც აი მოლოდინების მართვა მომხდარიყო, მაგრამ პრინციპში გარდა იმ გზავნილებისა, რომელიც მან თქვა, განაცხადა პოლიტიკური განაცხადი იქნებოდა თუ ასე შემდეგ, ფორმა შეიძლება სხვანაირიც ყოფილიყო. რა გაგრძელებები შეიძლება ქონდეს თუნდაც იმ ტიპის აქციებს, რომელიც აი ხვალ საღამოს დაიწყება, ძალიან მნიშვნელოვან დღეს და სიმბოლოებს და თარიღებს ეძღვნება და როგორი გაგრძელება უნდა ქონდეს მას მომავალში. იგივე იმედგაცრუებები არ გაჩნდეს, ხო? აქაც რო კონკრეტულად ჩამოვაყალიბოთ, რას ველით, რა თქვენ რას ელით რა ინიციატივა? ხვალ მე ველოდები იმას, რომ ჩვენ მივხვდებით რის ძალა გვაქვს. ეს ხო ესეც გამოცხადებული აქცია, მივხვდებით რის ძალა გვაქვს. როგორ ავართ, რა სიმძლავრე, რამდენი ვართ? ყველაფერი. ნუ პირველ რიგში ეს არის ალბათ თავი დემონსტრაცია იმ იდეების ერთგულების და იმ ხსოვნის პატივისცემის. ეს თავისთავად უკვე მნიშვნელოვანი და დიდი ამბავია. მარტო ამის გამოც რო გამოდის ხალხი ამ პოლიტიკურ სიტუაციაში, ამ სოფლიო კონტექსტში, რუსებთან ამ დაპირისპირებაში, ადგილობრივ რეჟიმის ბუნებასთან მიმართებაში, ეს უკვე ამის დემონსტრირება და ეს უკვე მნიშვნელოვანია. ეს ხალხი რო გამოვა, უკვე ამ ხალხის ერთობა უკვე იგრძნობა ერთი იდეის გარშემო. ეს უკვე გვეცოდინება რა ის თქვა. შემდეგ რა რიცით აი
თვითონ ეს ჩამოყალიბება იმისი რომ აი ჩვენ რო შევიკრიბებით ჩვენ შეიძლება ხვალ ხა მე ძალიან მიჭირს ამის თქმა მაგრამ ხვალვე გაჩნდება ის იდეა თუ რა უნდა მოხდეს მომავალში აი როცა ჩვენ დავდგებით იქ და ვიფიქრებთ მე ხო არ ვარ ესე მე არ მყავს ახლა ისეთი რაღაც ჯგუფი რომ ჩვენ ამას რეგულარულად ჩვენ ყველანი ერთად ახლა რუსთავზე დგავართ როგორც ერთი ოჯახის წევრები გავდივართ მივდივართ ლაპარაკობთ მოდი ასე გავაკეთოთ ასე გავაკეთოთ ასე გავაკეთოთ ხოლმე გამოჩნდება რა მომავალი აქვს ჩვენს იმას და მე მგონი ძალიან ძლიერი მომავალი აქვს ეხლა შეგვიძლია ჩვენ თქვათ რომ ჩვენ ყველანი ვინც იქავართ შევერთდებით სტუდენტების აქციას 14 აპრილს ესე იგი ესე ძალიან ძლიერი ის არის 14 აპრილის მონაწილე მეც გახლავართ ერთ-ერთი მაშინ თქვენ ალბათ სტუდენტი იყავით სტუდენტი ვიყავი კონსერვატორიაში და მაშინ ზუსტად აი ჩამოვედი ნახე და სხვა შორის ძალიან მახსენდება რომ ძალიან ბევრი სტუდენტები იყვნენ სხვადასხვა უმაღლესებიდან ლექტორები და პროფესორები იყვნენ მარტო მე რაც მახსოვს მე რაც ნახე მარტო უნივერსიტეტიდან ივან ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტიდან იყვნენ სტუდენტები ისე რომ აი ამასაც შევერთებია ზოგადადაც ეს უნივერსიტეტი იქ კიდეც ერთ-ერთი მთავარი აკვანი იყო ასე თქვა ეროვნული მოძრაობის მიმართულებით კი ბატონო რამე სხვა დაამატებდით და დაგიშვებით რუსთავად შევერთავ ჩვენ გვაქვს უნდა მივხვდეთ ერთ რამეს სხვა ყველა მეკითხება და აი მოდი კიდევ ერთხელ ჩამოყალიბდეთ ესე იგი ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი არის დილის 4 საათი და მეორე არის 12 საათი და 30 წუთი 12 საათი ეს უკვე 9 აპრილის ეს უკვე 9 აპრილის ორივე 9 აპრილის გამთენისაც ერთგისით ვისაც არ შეგიძლიათ ღამის თევა სახში ტელევიზიით TV ფორმულაზე მადლობა მათ უყურეთ ამას პირდაპირ ეთერში 1 საათი მოანდომებთ ამას თუ გნებთ თუ არა და დაიძინეთ და დილიდან შემოგვიერთდით იმიტომ რომ ჩვენ 24 საათი უნდა ვიყოთ ერთად და ჩვენი საქმე ერთი რამე იცოდეთ რომ ჩვენ ვართ მართლები ბატონებო ჩვენი საქმე მართალია ჩვენ ვართ საქართველო და ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ